მეხიკოში გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც შეერთებულ შტატებში შესვლას გეგმავდა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სასაზღვრო აპლიკაცია, რომელიც მიგრანტებს შეერთებულ შტატებში შესვლის შესაძლებლობას აძლევდა, გათიშულია. ამ აპლიკაციის საშუალებით უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება. ველოდებით რა მოხდება. არ ვიცით განახდება თუ არა აპლიკაციის მუშაობა და რამდენად ჩაინიშნება შეხვედრები. აპლიკაციით დღეში 1450 ადამიანს შეეძლო კანონიერი გზით გადაეკვეთა შტატების საზღვარი. ახლა მიგრანტები იმედგაცრუებულები და დაბნეულები არიან. არც აპლიკაციაზე წვდომა აქვთ, დაგეგმილი შეხვედრებიც გაუქმებულია. დონალდ ტრამპი გეგმავს მიგრანტების დეპორტაციას შეერთებული შტატებიდან. ერთ-ერთი საკითხი, რომლის წამოწევას ვაპირებთ, არის ის, რომ ამ აპლიკაციას ან სხვა აპლიკაციებს ჰქონდეთ მსგავსი სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრებზე ზეწოლას. აპლიკაციაში წვდომის ეს შესაძლებლობა ძალიან გვეხმარება შეერთებული შტატების საზღვართან ავიცილოთ ქაოსი. CBP One აპლიკაციამ 2023 წლის იანვრიდან მილიონ მიგრანტს მისცა შეერთებულ შტატებში ორწლიანი ნებართვით მუშაობის შესაძლებლობა.